დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს ჩვენ ადამიანზე საუბრობთ იმაზე, რაც ყველაზე ფასეულია. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე და ამიტომ ძალიან ხშირად გვჭირდება იმის გააზრება, რა ადგილი უკავია ადამიანს უზარმაზარ სამყაროში თავისი ცოცხალი და არაცოცხალი გარემოცვით. როდესაც ადამიანის ორგანიზმს აი ამ სისტემის ნაწილად აღვიქვამთ, ჩვენ გულისხმობთ მუდმივ ნივთიერებათა ცვლას იმ სამყაროსთან, საიდანაც ადამიანი იღებს ინფორმაციას და შემდეგ გადამუშავების პროცესების დასრულებისთანავე ინფორმაციას უბრუნებს თითქოს სამყაროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის აი ამ სისტემაში იმის გააზრება, რომ ჩვენს ორგანიზმში ყველა ორგანოს აქვს თავისი ფუნქცია, თავისი დანიშნულება იმ ამოცანების შესაბამისად, რაც ადამიანის ორგანიზმს აქვს. მაგალითად, რა სჭირდება ადამიანს? ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქია არსებობს მოგეხსენებათ, ჩვენ ხშირად გვისაუბრიათ მათ შორის მასლოუს სწავლების ჭრილში, თუმცა აი ამ მოთხოვნილებათა იერარქიაში ერთ-ერთი პირველი კვება რომ არის, მე ვფიქრობ ეს არავის უყვირს, იმიტომ რომ კვება გვჭირდება პირველ რიგში სიცოცხლისთვის. მაგრამ აი ამ ნივთიერებათა ცვლის პროცესში, მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რომელი სისტემაა პასუხისმგებელი ინფორმაციის გაცვლაზე და ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რასაკვირველია, ეს არის სისტემა, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემა ჰქვია. დიახ, საჭმლის მომნელებელი სისტემა არის პასუხისმგებელი ნივთიერებათა ცვლაზე ადამიანსა და გარემოს შორის. ეს არის ურთულესი პროცესი, ამიტომ ჩვენ არასდროს უნდა ვიგულისხმოთ კვების ქვეშ უშუალოდ საკვების მირთმევა, უშუალოდ ჭამის პროცესი მხოლოდ. კვება არის ურთულესი პროცესების ერთობლიობა, რომელიც რასაკვირველია, გულისხმობს ორგანიზმის უზრუნველყოფას საკვები ნივთიერებებით, ენერგიით, ინფორმაციით და ასე შემდეგ, მაგრამ უამრავ სხვა წახნაგსაც გულისხმობს. აი ასეთ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემა არის მრავალი ორგანოსაგან შექმნილი ერთობლიობა, სადაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მხოლოდ შემადგენელი ნაწილია დიდ ჯირკვლებთან ერთად. დიახ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილია და ისევ გავიხსენოთ იერარქია. ერთი მხრივ ადამიანი და გარემო. გარემოში ადამიანის ადგილი. მისი აუცილებლობა დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება პირველ რიგში კვებაზე. მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნივთიერებათა ცვლა გარემოსთან. ნივთიერებათა ცვლაზე პასუხისმგებელი საჭმლის მომნელებელი სისტემა. საჭმლის მომნელებელ სისტემაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. აქ მთავრდება ყველაფერი. კუჭ-ნაწლავით დავინახეთ მთელი ამ პროცესის საიდუმლო. აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ ჩვენს ორგანიზმში და უკანასკნელი წლების მიღწევები გვეუბნება, რომ ორგანიზმის შიგნით არსებული უხილავი სამყარო შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რგოლი იმ პროცესში, რასაც სამყაროსთან ნივთიერებათა ცვლა ქვია, რაც ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებათა იერარქიაში პირველ ადგილს იკავებს და რაც განსაზღვრელია ჩვენი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის. ეს გახლავთ ჩვენი ორგანიზმის შიგნით მდებარე სახელმწიფო, ანუ სახელმწიფოში ეს გახლავთ ჩვენი ნაწლავი. ნაწლავის ბინადარი მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და მათი ერთობლიობა, როგორც მიკრობიოტა და რა თქმა უნდა მათი ცხოველქმედების პროდუქტები, მათი გენური ინფორმაცია, მოკლედ მთელი სამყარო, რომელსაც ისინი ქმნიან, ანუ მიკრობიომი. ეს არის ის წინაპირობა, რომელიც ასაკის მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ, რა პრობლემები გვექმნება ადამიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რადგან თუ ჩვენ არ გავიაზრეთ, რა მექანიზმი დგას საჭმლის მონელების უკან, ჩვენ ვერ ავხსნით ჩვენს ტკივილს მუცლის მიდამოში, ჩვენს დისკომფორტს, გულისრევას, ხებინებას და ასე შემდეგ. არადა დღეს სწორედ ამ თემაზე დაგვჭირდება საუბარი, სწორედ ბავშვების ჯანმრთელობის ჭრილში.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, ჩვენთვის უკიდურესად საყურადღებოა. ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე და მე ვფიქრობ, ეს სადავოც არ არის. ყველა ოჯახისთვის შვილის ჯანმრთელობა, ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესია. თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა, რომელთან დაკავშირებული ჩივილები სიცოცხლის პირველივე დღიდანვე არის ხოლმე მშობლებისთვის და ოჯახისთვის თავსატეხი. ეს საჭმლის მომნელებელ სისტემას უკავშირდება კუჭნაწლავის ტრაქტს და რასაკვირველია ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იერსახით იჩენს ხოლმე ეს პრობლემები თავს. თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ასაკობრივი რეტროსპექტივა და კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემების ერთმანეთთან დაკავშირება, ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, იგი გახლავთ ბავშვთა გასტროენტეროლოგი პროფესორი ქალბატონი ციცი ფარულავა. დილამშვიდობისა ქალბატონო ციცი. მოგესალმები, მარი. ძალიან ხანდაზმულია ჩვენი ურთიერთობა და უამრავ პრობლემაზე გვისაუბრია ჩვენი გადაცემის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ეს ყოფილა ზოგადი პრობლემების ბავშვთა ჯანმრთელობის ჭრილში, ეს ყოფილა კონკრეტული გასტროენტეროლოგიური პრობლემა, ეს ყოფილა კონკრეტულ ასაკთან დაკავშირებული საკითხებიც, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ასაკობრივ ჭრილში, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ბავშვის განვითარება და მასთან ერთად კუჭნაწლავის პრობლემები. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ყველა ასაკისათვის დამახასიათებელ პრობლემებზე ვისაუბროთ და ამის შესახებ უნდა იყოს თუ არა მშობელი ინფორმირებული. მართალი ბრძანი, რომ კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები და მათ გამო მომართვიანობა არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ავადობის კუთხითაც და მომართვიანობის კუთხითაც მეორე ადგილზე დგას რესპირაციული დაავადებების შემდეგ. რა ჩივილებით მოდის მშობელი? ძირითადად ეს არის სამი სახის ჩივილი. მუცლის ტკივილი, ეს უნივერსალური ჩივილია. უბრალოდ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად გამოხატავენ ბავშვები. ეს არის რეგურგიტაცია, ანუ წამოქაფება, ღებინება და ეს არის დეფეკაციის სიხშირის ცვლილებები, ან ყაბზობა, ან დიარეა. თუმცა გამომწვევი მიზეზები ამ ჩივილების ყველა ასაკში განსხვავდება. უნივერსალური დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეხვდეს, ეს არის მწვავე ინფექციური გასტროენტერიტი, ანუ მწვავე დიარეა, რომელსაც ინფექციური გენეზი აქვს და მაგან ასაკი არ იცის, თუმცა 5 წლამდე უფრო ხშირია და უფრო მძიმედ მიდის. როდესაც ეს ჩივილები მწვავე ხასიათს ატარებს საათებს და რამდენიმე დღეს აითვლის, აუცილებლად იქ ქირურგიაზეც უნდა იფიქრო. უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ 2 წლამდე ასაკში ეს არის ძირითადად ინვაგინაცია, 2 წლის მერე, 5 წლის მერე ეს არის აპენდიციტი. მაგრამ მე მინდა დღეს ვისაუბროთ მორეციდივე ჩივილებზე, ანუ ის რაც განმეორებადია. ის რაც მეორდება დროში, ის რაც მშობელს აბნევს, იმიტომ რომ ვერ ხვდება ეს ფიზიოლოგიური თავისებურება, ეს აგრავიაცია, ანუ ბავშვი ცოტა აზვიადებს რაღაცებს, თუ ეს რაღაც სერიოზული პრობლემის პირველი სიგნალია. ამიტომ მოდით ვისაუბროთ ასაკობრივ ჭრილში, რომელი პრობლემები უფრო ხშირად იჩენს თავს. არა მწვავე, აი ასეთი განმეორებითი პრობლემები. წინასწარ ვთქვათ ის, რომ საბედნიეროდ ზოგადად და მით უმეტეს ბავშვთა ასაკში კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებს აქვს ფუნქციური ხასიათი. ანუ მას საფუძვლად არ უდევს ან ანთება, ან სტრუქტურული რაღაც ცვლილება, ან მეტაბოლური, ან რაღაცა ობსტრუქციით მიმდინარე პრობლემა. რას ნიშნავს აბა ფუნქციური? ფუნქციური ნიშნავს იმას, რომ აი ამ გასტროენტეროლოგიური ჩივილების ერთობლიობა, მორეციდივე ან პერსისტიული, მისი პათოფიზიოლოგია არ აიხსნება ობიექტური მარკერებით. ანუ მარტივად რო ვთქვა, რაც არ უნდა ბევრი კვლევები აკეთო, რაღაც კონკრეტულ მიზეზზე ვერ გახვალ, რაც მშობლებს ძალიან აღელვებს და ანერვიულებს. აბა რატომ აქვს ბავშვს ეს ჩივილი? მაგრამ როგორც გითხარით, პრობლემების 80, შეიძლება 85%-იც ფუნქციური ხასიათის არის. მოდით ავიღოთ პირველი ასაკობრივი ჯგუფი. ახალშობილები და ჩვილები 12 თვემდე ავიღოთ. ყველაზე ხშირი ამ ასაკში ეს არის
რეგურგიტაცია, ანუ წამოქაფება, ზოგჯერ ღებინება, რომლის მიზეზი არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. სიხშირე გასტროეზოფაგური რეფლუქსის კლინიკურად გამოხატულის არის სადღაცა 34%-მდე. ეს რას ნიშნავს, რატო გაუსვი ხაზი კლინიკურად? იმიტომ რომ რეფლუქსი ყველას აქვს. ეს ფიზიოლოგია, ეს კუჭსა და საყლაპავს შორის არსებული სფინქტერის სისუსტეა, ასაკობრივი. ეს იმის ბრალია, რომ ბავშვი სულ ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, რომ თავის ზომებთან შედარებით დიდი მოცულობის საკვებს იღებს და ეს საკვები თხევადია. ამიტომ უკუპერისტალტიკა, უკან დაბრუნება ამ საკვების საყლაპავში ყველას აქვს. უბრალოდ ვიღაცას ეგრეთ წოდებული ჩუმი რეფლუქსი აქვს, ანუ საყლაპავში მოძრაობს ეს ყველაფერი და ვიღაცას ეს კლინიკურად წამოქაფებით ან ღებინებით გამოუვლინდება. როგორც გითხარით, ეს ფიზიოლოგია წესით არ აისახება ბავშვის ზოგად მდგომარეობას და თუ კი აისახება და წონაში მატებაზე აისახება, მაშინ რა თქმა უნდა დროზე უნდა იქნას სპეციალისტი ჩართული. შემდეგი ეტაპი ქალბატონო. ამავე ასაკობრივ ჯგუფში აუცილებლად უნდა ვახსენო დისხეზია და კოლიკა. კოლიკა ეს არის მესამედი ბავშვების პრობლემა, ოღონდ 5 თვემდე ასაკის ბავშვების, როგორც წესი, დროული, კარგი კვების. რას ნიშნავს ეს მაყურებელი? ეხლა აუხსნი, ეს არის აუხსნელი აბსოლუტურად უმიზეზო ერთი შეხედვით საღამოს საათებში ჭირვეულობის ეპიზოდები. და ჭირვეულობა შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ მშობლები ძალიან დაიბნენ, იმიტომ რომ მათ ყოველთვის გონიათ, რომ ბავშვს რაღაცა ისეთ ტკივა, რომ აი ასეთ ჩაბჟირებამდე, ჰიპერემიამდე, ფეხების სავსავით და არც იკვებება, არც წყნარდება, არაფერი არ ამშვიდებს. ეს არის ელემენტარული კოლიკა, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს და რომელიც სადღაც 4-5 თვისთვის თავისით გაივლის. როგორ ესეც ფიზიოლოგიაა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში? არ უნდა ამას რაღაც განსაკუთრებული კვლევები. რა თქმა უნდა, კვების რეჟიმის, კვების ხასიათს გადახედვა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად თქვა ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში ეს ჭარბი კვებაა. ყოველ წუთში რაღაცა მინიმალური შუალედების არ დაცვა კვებებს შორის. ფორმულით კვების შემთხვევაში ან სწრაფი კვება, ან არასწორად შერჩეული ფორმულა, ან დიდი ულუფა, იქაც უნდა ამას ყველაფერს გადახედვა. რა თქმა უნდა, კოლიკას არ მოხსნის არც ეს და არც რომელიმე სიმეტიკონის ტიპის პრეპარატის ჩართვა, მაგრამ ცოტათი შემსუბუქება სიტუაციის შეიძლება. ამიტომ მშობლებს ვეუბნებით მოთმინება 4-5 თვემდე და ისე გაივლის თქვენც დაგავიწყდებათ რა იყო. და კიდე მესამე საკითხი ეს არის დისხეზია, რომელიც გონიათ შეკრულობა, აბზობა. რეალურად ყოველი დეფეკაციის წინ ბავშვი 8-10 წუთი ძალიან ჭირვეულობს, ძალიან შეწუხებულია და ამას მოსდევს მერე დეფეკაციის აქტი. მთავარი განმასხვავებელი აბზობისგან არის ის, რომ თვითონ განავლოვანი მასები აბსოლუტურად ფაფისებურია, მკვრივი არ არის და სირთულეს მათი გამოყოფა არ უნდა შეადგენდეს, მაგრამ ეს არის. ამასაც დისხეზია ქვია. ამ შემთხვევაში არანაირი კვლევა, არანაირი საფაღარათო საშუალება, უბრალოდ დახმარება, ცოტა მასაჟი, მუცელზე დაწვენა, ფეხებით ვარჯიში, უკიდურეს შემთხვევაში უკანატანის ცოტათი გაღიზიანება, ამას რაღაცა მედიკამენტოზური უყნაც არ ჭირდება. ყველაზე ხშირად აი ეს პრობლემებია. ეხლა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფს მიუბრუნდეთ. ეს არის წლიდან 5 წლამდე, მოდი ასე ავიღოთ, თოდლერები და სკოლამდელი ასაკი. აქ ორი მთავარი პრობლემაა. ეს არის ფუნქციური ყაბზობა და ფუნქციური დიარეა. ფუნქციური ყაბზობა ეს არის ან გაიშვიათებული ნაწლავთა მოქმედება, ან რეგულარული, მაგრამ გაძნელებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ძალიან დიდ პროცენტს ეს აღენიშნება, სადღაც მე-3-ს. რა არის ამის მიზეზი? რა თქმა უნდა, კვება. ვთქვათ იგივე უჯრედისის დეფიციტი რაციონში, ბევრი ტკბილის გამოყენება, წყლის დეფიციტი რაციონში. ხილი არ უყვართ ბავშვებს და ბანანი პირიქით უარესად მუშაობს ამ სიტუაციაში, ვაშლი ჯობია.
ყაბზობას ჩარევა ჭირდება. მარტო კვებით და მარტო ტუალეტის ტრენინგის დაგვიანება, აი ამ პამპერსების ხანგრძლივ მახმარებამ და ტუალეტთან დამეგობრების დაგვიანება შეიძლება გახდეს ამის მიზეზი. არ დაგვავიწყდეს არასასურველი ძიძა, კოლექტიურ დაწესებულებაში უარი ნაწლავის დაცლაზე, დაძალება ქოთანზე, დაჯდომაზე, ბევრი მომენტები, რომელიც შეიძლება ან ტკივნეული დეფეკაციის ეპიზოდი წარსულში. რაც შეეხება ფუნქციურ დიარეას, ეს არის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვების, კარგი კვების ბავშვების, წონაში კარგი ნამატის მქონე ბავშვების გახშირებული დეფეკაცია და ყოველი დეფეკაცია უფრო და უფრო თხელი მასებით ხდება. ისე რომ დილას ნორმალური კონსისტენცია, საღამოს შეიძლება ძალიან თხელი. 4ჯერ და მეტჯერ ხდება დეფეკაცია. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ამის მიზეზი შეიძლება იყოს პირიქით ბევრი უჯრედისი. მშობლები სულ ცდილობენ ყველა ულუფაში ბევრი ბოსტნეული, მრავალფეროვანი ბოსტნეული, რამდენიმე დასახელების ხილი, ყველგან ეს აურიონ, ჩართონ. შეიძლება ეს იყოს მიზეზი. მაგრამ ძალიან ხშირად მიზეზი არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ნატურალური წვენები, ანუ კომერციული ხილის წვენები, რომელთა დამატკბობელი შაქარი შეიძლება გახდეს აი ამ ოსმოსური ფაღარათის, ასე ვთქვათ, მიზეზი. რაც შეეხება სასკოლო ასაკს, აი აქ მოდის ორი მთავარი პრობლემა. ერთი ეს არის კუჭნაწლავის ზედა სეგმენტთან დაკავშირებული დისკომფორტი, დისპეპსია მაქხედველობაში. და ერთი არის ქვედა სეგმენტთან, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემა, ეს არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. რა შემთხვევაში სვამთ დისპეპსიის დიაგნოზს? თუ პაციენტს აქვს ადრეული დანაყრების შეგრძნება, კუჭის გადავსების შეგრძნება, ამიტომ უარს ამბობს საკვების მიღებაზე. ორი ლუკმა შეჭამა და მეტი და აღარ შეუძლია გაივსო კუჭი. ეს არის ეპიგასტრალური დისკომფორტი, ან წვის შეგრძნება, ან ხანდახან ცოტა ტკივილი. და დისპეპსიური ჩივილები, ბოყინი, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ხანდახან ღებინება. ეს არ არის ყოველთვის გასტრიტი. ეს არის სწორედ დისპეპსია. და რაც შეეხება გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს, ეს არის აბდომინური დისკომფორტი, მუცლის შებერილობის მუდმივი შეგრძნება და დეფეკაციის სიხშირის ცვლილებები. ან ყაბზობა, ან დიარეა, ან მათი მონაცვლეობა. რაც თავარია, ყაბზობისგან, ჭეშმარიტი ყაბზობისგან განსხვავებით, ნაწლავის დაცლის შემდეგ ადამიანს შვება არ აქვს. ეს შებერილობის და დისკომფორტის მომენტი რჩება. და ეს ძალიან შემაწუხებელია. ეს პრობლემები არის მორეციდივე ხასიათის, ჩაერევი ცოტას მოაწესრიგებს სიტუაციას, ისევ შეიძლება ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ეს არის ყველაზე ხშირი, მაგრამ არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ნებისმიერი ამჩივილის დროს პაციენტი აუცილებლად უნდა დაეკონტაქტოს ექიმს და ბევრი კვლევები ჩაიტაროს. ჩვენ მივალთ იმ სიმპტომებთან, როდესაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება ოჯახის მხრიდან და იმ ნიშნების უგულებელყოფა არ არის კარგი და წინდახედული ნაბიჯი ბავშვის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, თუმცა მანამდე ჩვენ გვაქვს, თქვენ გახსოვთ, ყოველთვის ერთვება ჩვენს გადაცემაში მაყურებელი სხვადასხვა ფორმით, ჩვენ გვაქვს აუდიო შეტყობინებები, პირდაპირი ზარების ასე ვთქვათ, ანალოგიური, ახალი ტექნოლოგიები ქალბატონო ციცი მოგეხსენებათ და აუდიო შეტყობინება უკავშირდება თქვენ მიმართ კითხვას. ანუ რა კითხვას გვისვამს მაყურებელი, მოდით ერთად მოვისმინოთ ეს კითხვა და ვუპასუხოთ შემდეგ მას. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება დავსაკითხვა. ბავშვი დიდხანს ვაძლევდით მხოლოდ დაბლენდერებულ საკვებს. ახლა არის 5 წლის. ყველანაირი საკვების მირთმევა შეუძლია, თუმცა მონელება უჭერს ძალიან. ხანგრძლივი დაბლენდერება შეიძლება იყოს თუ არა ცუდი მონელების მიზეზი და კიდევ მაინტერესებს ცუდი მონელების გამოსწორება თუ არის შესაძლებელი.
მადლობა უნდა უთხრათ მაყურებელს. დაბლენდერება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ უკიდურესად დაქუცმაცებული ერთგვაროვანი მასა, რომელსაც ძალიან ხშირად ოჯახები ბავშვის კომფორტისთვის აძლევენ თითქოს. მე მგონი თავისი კომფორტითაც, იმიტომ რომ სწრაფად ეს საკითხი, იმიტომ რომ არის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, ხასიათობრივი თავისებურების, ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა, როდესაც ძალიან დიდ ხანს აძლევენ დაბლენდერებული სახით. მე დგება ასაკი, აი 5 წლის არის ჩვენი მაყურებლის პატარა, მას შეუძლია ყველა პროდუქტი მიირთვას, უკვე მიირთმევს კიდეც, თუმცა სწორედ აი ამ გაფართოებულ კვებაზე და ჩვეულებრივი ფიზიკური სახით საკვების მირთმევის შემდეგ, მშობელი უჩივის იმას, რომ ბავშვი ცუდად ინელებს ამ პროდუქტებს და შეიძლება თუ არა იყოს მიზეშედეგობრივი კავშირი და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება. დავიწყოთ იქიდან, რომ დიდხანს დაბლენდერება არანაირად სასურველი არ არის. რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი უხეში საკვების მიღებას, მით უკეთ იმუშავებს მისი კუჭნაწლავის ტრაქტი, მით ნაკლები შანსია მას ჰქონდეს ყაბზობა. ამიტომ როგორც კი კბილები გაჩნდება, როგორც კი ბავშვი ინტერესს გამოხატავს სხვა საკვების მიმართ, ფრთხილად, რა თქმა უნდა, და გარკვეული სახის პროდუქტი, მაგრამ მას ის უნდა შევთავაზოთ. ისე როგორც სხვა რამე, ეს დაღეჭვის პროცესიც და გადაყლაპვის პროცესიც ბავშვმა უნდა ისწავლოს. წარმატების შტარმატებული მიდგომის შემთხვევაში წლამდე ეს შესაძლებელია. აი როგორც კი ბავშვი დაიწყებს ამას, აი მერე აქტიური კვების პრინციპს რო უძახიან, რაც უნდა მიიღოს, ყველაფერი შეიძლება დაუდოთ თეფშზე და მან თვითონ აირჩიოს, რას შეჭამს, რა თქმა უნდა პატარა ზომების ნაჭრებად დაჭრილი, რას შეჭამს, რა თანმიმდევრობით შეჭამს, რას მისცემს უპირატესობას. რაც უფრო ადრე გავაკეთებთ, ამას უკეთესია. რაც შეეხება 5 წელი ძალიან ბევრია. ძალიან ბევრჯერ ხდება ისე, რომ აი ბაღში წაყვანის დრო მოდის და მშობელი ხვდება, რომ ბავშვმა კვება არ იცის. და მერე გამოდის ისე, რომ ეს ბავშვები ბაღში არ იკვებებიან, მთელი დღე მშიერი არიან, ან მარტო ერთნაჭერ პურს ჭამენ. და შეიძლება იყოს მერე მიღებული საკვების გადამუშავებას მოყვეს ამას მუდმივად დაბლენდერებულს. ჯერ ეს ერთი ის, რომ განავალში ხანდახან მოჩანს ხოლმე თითქოს მოუნელებელი საკვები, ეს არ არის კატასტროფა, ეს ხშირად ხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიჩქარით გაიარა ამ საკვებმა კუჭნაწლავის ტრაქტი. ამიტომ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. და რაღაც კონკრეტული დაავადების გამოწვევა, რა თქმა უნდა, ამას არ შეუძლია, ეს არის დისკომფორტი ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. ეს და ამის გამოწვევა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. კიდევ ერთი აუდიო შეტყობინება, რომელიც მაყურებელმა გამოგვიგზავნა, მოდით ამასაც მოусმინოთ და ვუპასუხოთ. გამარჯობა. მოზარდი გოგონა ბოლო ხანებში უჩივის მუცლის ტკივილს. იმის გათვალისწინებით, რომ ის არის გარდატეხის ასაკში, მაინტერესებს პირველ რიგში ვინ უნდა შეაფასოს მისი მდგომარეობა, გინეკოლოგმა თუ გასტროენტეროლოგმა. დიდი მადლობა. შეკითხვისთვის ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია, როდესაც ოჯახში არის მოზარდი და მოზარდს უჩნდება ჩივილები. გოგონა, რომელსაც ერთი მხრივ სქესობრივი მომწიფების ფაზა აქვს და მეორე მხრივ აქვს მუცლის ტკივილი, სადაც მშობელს უჭირს გაარკვიოს, გასტროენტეროლოგიურია ეს პრობლემა თუ სხვა სპეციალისტს უნდა მიმართოს. ალბათ უფრო გასტროენტეროლოგიური. იმიტომ რომ სიხშირის მიხედვით, სტატისტიკის მიხედვით, ხო, გასტროენტეროლოგიური პრობლემები უფრო ხშირია და უფრო აქტუალურია ნებისმიერ ასაკში. რაც შეეხება უროგენიტალური სფეროს პრობლემებს, რა თქმა უნდა, ის ასეთი სიხშირით არ ხდება. თანაც გაჩნია კიდე ეს გოგონა რა ფაზაშია სქესობრივი მომწიფების, რატო უნდა კონდეს ტკივილი. თუ არ დაწყებულა მისი მენზისი, ალბათ ტკივილი არც უნდა კონდეს. ამიტომ მოდით ურჩიოთ ჯერ მიმართოს გასტროენტეროლოგს, გამორიცხოს იქ ნაწლავის პრობლემები და თუ თქვენ უკვე გასტროენტეროლოგიც თუ თავისას გამორიცხავს, ამ შემთხვევაში მიმართოს უკვე ბავშვთა გინეკოლოგს. ქალბატონო ციცი, თქვენ
ასაკობრივ ჭრილში შეძლების დაგვარად მოკლედ მოგვიყევით რაც უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და პრინციპში თქვენ ძალიან კარგად დაგვანახეთ რომ მრავალფეროვნება პრობლემებისა გარკვეულ ასაკობრივ თავისებურებასაც გულისხმობს. მეორე მხრივ თქვენ ძალიან გავრცელებულ კითხვებს უპასუხეთ მაყურებლის და ვფიქრობ რომ ესეც საგულისხმო იქნება ჩვენი აუდიტორიისთვის, თუმცა ჩვენ არ გვისაუბრია იმ ნიშნებზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს საგანგაშო. ძალიან ბევრ პრობლემაზე საუბრისას თქვენ ძალიან დამამშვიდებლად მიმართეთ მშობლებს, რომ არ ღირსღელვა დროსთან ერთად, გარკვეული ცოდნით, ამას გაუმკლავდებით. თუმცა არის მდგომარეობები, როდესაც ასე ვერ ვიტყვით, როდესაც პირიქით ჩვენ უნდა ვუთხრათ მშობლებს, რომ საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება და არ დაკარგონ დრო. აი რომელი ასეთი ნიშნები გასტროენტეროლოგიური თვალსაზრისით ბავშვებში? ჩვენ ასეთ ნიშნებს ვუძახით განგაშის ნიშნებს ან წითელ დროშებს. მე ახლა მინდა 7 ასეთი წითელი დროშა ავაფრიალო. პირველ რიგში ალბათ ეს არის ზრდის და წონის მატების პრობლემა. ოღონდ ნუ გაიგებთ ისე მშობელი უკმაყოფილოა ბავშვის წონით და ეს არ მაქვს ხედველობაში. მე მაქვს ხედველობაში რომ ბავშვის ზრდის მაჩვენებლები ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას. მე მაქვს ხედველობაში ბავშვის წონის მატების ტემპი შემცირდა და კიდევ უფრო საგანგაშოდ მეჩვენება, როდესაც ბავშვმა წონა დაიკლო. შეიძლება საერთო ჯამში ის ასაკობრივ ნორმაში ჯდება მისი მაჩვენებელი, მაგრამ წინა შემოწმების შემდეგ მოხდა მისი კლება. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ნებისმიერ ვიზიტზე უნდა შეფასდეს ბავშვის ანთროპომეტრიული მონაცემები. ეს არის პირველი დროშა. რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი შედეგი არ ნიშნავს განგაშის ატეხვას. დინამიკაში ცოტა ორჯერ ან სამჯერ მაინც უნდა შეფასდეს 6 თვის ფარგლებში, რომ რაღაცა დასკვნა გამოიტანო. ამიტომ აი ეს წონის მომენტი მშობელმა უნდა გაითვალისწინოს. მეორე, ისევ და ისევ მუცლის ტკივილი. ჩვენ ვთქვით, რომ მუცლის ტკივილს უამრავი ფუნქციური დარღვევა იწვევს და ეს საგანგაშო არ არის, თუმცა ჩარევა ჭირდება, მაგრამ მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობა იმატებს. მუცლის ტკივილი, რომელიც ბავშვს ღამით აღვიძებს, იმიტომ რომ ფუნქციური ტკივილი ბავშვს ღამე არასოდეს არ გააღვიძებს. მუცლის ტკივილი, რომლის ლოკალიზაცია მუდმივად ერთი და იგივეა და ეს ლოკალიზაცია ჭიპიდან მაქსიმალურად დაშორებულია. მუცლის ტკივილი, რომელსაც ახლავს სხვა სიმპტომებიც, ღებინება, ფაღარათი, იგივე წონის კარგვა, აი ასეთ შემთხვევაში ამ მუცლის ტკივილს სჭირდება უკვე ევალუაცია. მესამე იგივე დიარეა და ყაბზობა, ფაღარათი და ყაბზობა. თუ დიარეა გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს. იმიტომ რომ ნებისმიერ მწვავე ინფექციური გასტროენტერიტი მაქსიმუმ 2 კვირა გრძელდება. თუ 2 კვირაზე, 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, თუ დეფეკაციის სიხშირე მაღალია, თუ განავლოვან მასებს ერევა, ლორწო, ჩირქი, სისხლი, თუ ახლავს კიდევ სხვა სიმპტომები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მარტივად არ უნდა იყოს საქმე. ყაბზობის შემთხვევაში ასევე თუ ძალიან დიდია დაყოვნება, რამდენიმე დღე, ხანდახან არის ხოლმე 7 დღე დაყოვნება. თუ სისხლი ახლავს, ეხლა როდესაც ეს ალისფერი სისხლია, მკვრივი მასებით დეფეკაციის შემდეგ და ტრავმირება, მექანიკური ეს ფისურა, ეს ის შემთხვევა არ არის. მაგრამ როცა ამ სისხლი ერევა განავლოვან მასებს, აქვს განმეორებითი ხასიათი და არც თლათ ალისფერი არ არის, ანუ ცოტა უფრო ზედა სეგმენტებიდან მოდის, ალბათ ჯობია დროზე მიმართონ ჯერ პედიატრს და პედიატრი თუ საჭიროა რეფერალს გააკეთებს გასტროენტეროლოგთან. შემდეგი და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სისხლდენა კუჭლაწავის ტრაქტიდან, სისხლიანი ღებინება და სისხლიანი განავალი. სისხლიანი ღებინება ყოველთვის ყურადღება გასაწევია, გააჩნია ეს სისხლი კიდე რაფერია, ალისფერია, ყავისფერია, განავალში კიდევ საგოზავისებური შავი ფერი აქვს, თუ ალისფერია, თუ შინდისფერია, ყოველ შემთხვევაში სისხლი ყოველთვის მოითხოვს
აუცილებლად ყურადღებას. მეხუთე დროშა? მოდით ახლა ვახსენოთ ექსტრაინტესტინალური სიმპტომებიც. ანუ შეიძლება გასტროენტეროლოგიური ნიშნები დიდად არ ჟღერს, მაგრამ პაციენტს აქვს ცხელება, პაციენტს აქვს სახსრების ტკივილი, ბევრი დაავადება შეიძლება სახსრებითაც გამოვლინდეს, მაგალითად ნაწლავის ანთებითი დაავადება. პაციენტს აქვს თვალის დაზიანება, უვეიტი მაგალითად. პაციენტს აქვს გამონაყარი, ან მორეციდივე სტომატიტები, ან რკინარეზისტენტული ანემია. ეს ცელიაკიას ახასიათებს გავსი რამეები და ეს ჭეშმარიტად გასტროენტეროლოგიური პრობლემა, ოღონდ კლინიკურად არ არის აი ეს წამყვანი სიმპტომები, რომელიც ვახსენე. შემდეგი მეექვსე, ეს იყოს კვების წესის შეცვლა. რა მაქხედველობაში? ბავშვი ადრე ამას არ აკეთებდა და დაიწყო ძალიან ნელა კვება, საკვებზე წყლის მიყოლება ყოველ ულუფაზე, დიდხანს ღეჭვა, უარს აცხადებს მკვრივი კონსისტენციის საჭმელზე და უპირატესობას თხევად საჭმელს აძლევს. ან მიუთითებს, რომ რაღაცა პრობლემა აქვს კისრის ან გულმკერდის არეში, თითქოს რაღაცა გაჩხერილი აქვს. ეს შეიძლება რა თქმა უნდა აგრავიაცია იყოს, ეს შეიძლება ფსიქოგენური მომენტი იყოს, გააჩნია მოზარდებში ეს ხშირად ხდება, მაგრამ შეიძლება ეს უცხო სხეულიც იყოს, ამიტომ ჯობია დროზე დავიჭიროთ თადარიგი. და სუბოლოო მეშვიდე, ეს არის ოჯახური ანამნეზი. თუ ოჯახში გვაქვს დატვირთვა ონკოლოგიით, ცელიაკიით, რევმატიული დაავადებებით, ნაწლავის ანთებითი დაავადებებით, ეოზინოფილური ეზოფაგიტით, მაშინ ნებისმიერი თითქოს არაძლიერი გასტროენტეროლოგიური ჩივილი უფრო სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. ალბათ საკმარისია. ნამდვილად საკმარისი იქნება ჩვენი მშობლებისთვის, რომ მათ მეტი ყურადღებით აღიქვან თუნდაც ნაცნობი სიმპტომები და ჩვენი ამოცანა ყოველთვის არის გავაფრთხილოთ საზოგადოება და რაც თავარია ოჯახებმა მეტი სამარჯვე შეიძინონ ცოდნისა იმისთვის რომ საკუთარი შვილების და საკუთარ ჯანმრთელობაზე ოჯახის კეთილდღეობაზე მეტი ასე ვთქვათ სამარჯვით იზრუნონ. ანუ უფრო მომზადებულები შეხვდნენ პრობლემებს და დროულად დროის დაუკარგავად მიმართონ სპეციალისტს. დიდი მადლობა ქალბატონო ციცის დღევანდელი სტუმრობისთვის და ძალიან ბევრი პრაქტიკული რეკომენდაციისთვის. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ბავშვთა გასტროენტეროლოგი პროფესორი ქალბატონი ციცი ფარულავა. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხშირ შემთხვევაში არის ყველაზე გრძნობიარე და ყველაზე გასაფრთხილებელი სისტემა, რომელიც გარემოსთან ადაპტაციაში მას ძალიან ეხმარება. ძალიან ხშირად სწორედ ამ სისტემის ხილული ან უხილავი პრობლემები განსაზღვრავს ხოლმე იმას, როგორია ბავშვის ზრდა განვითარება, როგორია ბავშვის ცხოვრების ხარისხი. თუმცა დღევანდელი ჩვენი კვებითი შუქნიშანი ეხება იმ საკითხს, რომელიც ყველაზე ხშირად არის ხოლმე განხილვის საგანი. მაგალითად, ბავშვების ურთიერთობა ნახშირწყლებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ბოლო წლებში ყველაზე სალანძღავი საკვები ნივთიერება, გვინდა თუ არ გვინდა, გახდა ნახშირწყალი. განსაკუთრებით დაუნდობელი აღმოჩნდა საზოგადოება ნახშირწყლების მიმართ, მაშინ, როდესაც სოციალური ქსელებით მიღებული ინფორმაცია უხშირესად ნეგატიურად განაწყობს ამ საკვები ნივთიერებების მიმართ. ამიტომ მე დავიწყებდი პირიქით, სიამოვნებით გაგახსენებდით, რამდენად მნიშვნელოვანია ნახშირწყალი ჩვენი ჯანმრთელობისათვის და რამდენად სალანძღავი უნდა იყოს, მოდით ერთად გადავწყვიტოთ შემდეგ. ნახშირწყალი ისევე როგორც ცილა, ცხიმი, აუცილებელი საკვები ნივთიერება ნებისმიერ ასაკში ადამიანისთვის და ეს არის ენერგომატარებელი, ანუ კალორიებით უზრუნველყოფილი ჩვენი ორგანიზმისა, ისევე როგორც ამას აკეთებს ცხიმები და ცილები. ვიტამინებს და მინერალებს არ შეუძლია კალორიები მოგვანიჭოს,
მოგვიტანოს ორგანიზმში საკვებიდან. მაშინ, როდესაც სწორედ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს ენერგიით. ამასთან ენერგია, რომლის წაკითხვა ყველაზე ადვილად შეუძლია ჩვენს ორგანიზმს, სწორედ ნახშირწყლებშია. გლუკოზის სახით დაშიფრული და ეს არის ის მოლეკულა, რომელსაც თავის ტვინიც საწვავად იღებს, კუნთით საწვავად იღებს და ასე შემდეგ. შეგვიძლია საწვავის წყარო შევცვალოთ, დიახ, და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ ამ შემთხვევაში მოდით ნახშირწყლების ხაზს გავყვეთ. ხშირად ლანძღავენ მას თავისი კალორიულობის გამო. არადა 1 გრამი ნახშირწყალი 4 კილოკალორია ენერგიას გვაძლევს. მაშინ, როდესაც 1 გრამი ცხიმი 9 კილოკალორიას და 1 გრამი ალკოჰოლი 7 კილოკალორია ენერგიას. გასათვალისწინებელია აგრეთვე მისი მიღების აუცილებლობა. გვჭირდება ნახშირწყალი? დიახ, გვჭირდება. მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ, როგორი ნახშირწყალი გვჭირდება? რამდენი ნახშირწყალი გვჭირდება? როგორი ფორმით მიღებული ნახშირწყალი გვჭირდება? ეს ბავშვების შემთხვევაში ყველაზე ლეგიტიმური კითხვებია. დიახ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე. ჩვენ გვინდა რომ კარგად ჩამოყალიბებული სხეული ჰქონდეს ფიზიკური განვითარების პროცესში, თანაბრად განვითარდეს ძლოვანი სისტემა, კუნთოვანი სისტემა და ასე შემდეგ. მაგრამ კუნთოვანი სისტემის განვითარებისთვის თუნდაც იდეალურად იყოს უზრუნველყოფილი ცილის და ცხიმის მიწოდება, მარტო ცილით კუნთებს ვერ ავაშენებთ, რადგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ამ კუნთებისთვის ძალა და გამძლეობა და ნახშირწყლების გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია. ანუ გამოდის, რომ ჩვენ სულ ცოტა ერთი არგუმენტი გვაქვს. თუმცა ეს გამოდის პრინციპში მეორე არგუმენტი, იმიტომ რომ როგორც ენერგომატარებელი, როგორც აუცილებელი საკვები ნივთიერება, მე ის უკვე დავახასიათე. შეგვიძლია აუცილებლად ვილაპარაკოთ წონის კონტროლთან დაკავშირებით. წონის კონტროლის შემთხვევაში ჩვენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სწორი თანაფარდობის შემუშავება, კონკრეტული ბავშვისთვის ოპტიმალური თანაფარდობის შერჩევა გვაძლევს საშუალებას სწორედ წონაც მართოთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ნახშირწყლების ტიპის შერჩევა არის დამატებითი არგუმენტი, რომ ნახშირწყალი უნდა იყოს ბავშვის რაციონში. კერძოდ, რას გულისხმობთ? რა მივცეთ ბავშვს? მაგალითად, შაქრის ფხვნილი, თაფლი, რძე თუ სხვადასხვა სახის ხილი, მარცვლეულ ბურღულეული. თუ ჩვენ წმინდა ბიოქიმიურ განმარტებას დაუბრუნდებით, გამოდის, რომ შაქრის ფხვნილიც შაქარია, თაფლიც შაქარია, ვაშლიც, ყურძენიც შაქარია და რძეც შაქარია. მას რა ვქნათ? ყველა შაქარზე უარი უნდა ვთქვათ ბავშვის შემთხვევაში. არის ეს სწორი გადაწყვეტილება? რასაკვირველია, არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება იმის გათვალისწინება, რომ დიახ, უკიდურესად დამტკბარი პროდუქტების გამოყენება, მხოლოდ გადამუშავებული, პროცესირებული პროდუქტების გამოყენება, არასწორად შერჩეული თანაფარდობის შემთხვევაში იზრდება ყაბზობის რისკი ბავშვების ასაკის შესაბამისად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასაკმარისი რაოდენობით იღებენ წყალს და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა აქვთ და არ მართავთ ბავშვის წონას. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონზომიერება, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მოდით აი ამ კანონზომიერებას გავყვეთ საკვების ჯგუფების მიხედვით. როგორია მაშინ ნახშირწყლებისა და ბავშვის კუჭნაწლავის ურთიერთობა, როდესაც ეს ნახშირწყლები უნდა კონკრეტული პროდუქტებით დავინახოთ. კერძოდ, მაგალითად, მარცვლეული და ბურღულეული. ეს არის ის ჯგუფი პროდუქტებისა, რომელიც რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ნახშირწყალს გვაწვდის, მაგალითად სახამებლის სახით და ძალიან ადვილად შეიძლება მათი შეთვისება. მაგრამ პროდუქტები, რომელიც ამავე დროს გულისხმობს ისეთ კომპონენტს, რომელიც ნახშირწყლოვანია და ნელა შეიწოვება, ან არ შეიწოვება, ან პრაქტიკულად უხსნადია. ასეთ ნივთიერებებს ჩვენ მცენარეულ ბოჭკოს უწოდებთ. მცენარეული ბოჭკო ნახშირწყალია თავისი ბიოქიმიური ბუნებით და თუ ჩვენ თლიან მარცვლეულს გამოვიყენებთ, გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად ცელულოზა და ჰემიცელულოზა არის ხორბალში, სხვადასხვა სახის მარცვლეულსა და ბურღულეულში. თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად შვრიაში
არის მცენარეული ფისები და ეგრეთ წოდებული ბეტა-გლუკანები. ეს არის ის უნიკალური ნაკრები ნივთიერებებისა, რომელიც მინერალებთან და ვიტამინებთან ერთად, რომელიც არის ამ პროდუქტებში, ბავშვის ორგანიზმისათვის აუცილებელ საკვებ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება გათვალისწინება ასეთ შემთხვევაში ბავშვების ორგანიზმის თავისებურებების. დიახ, და ამას მე მოგვიანებით დაუბრუნდები. თუმცა მიაქციეთ ყურადღება, რომ მთლიანი მარცვლეულისაგან მომზადებული პროდუქტების შემთხვევაში ბავშვი იღებს მცენარეულ ბოჭკოსაც, ბავშვი იღებს შედარებით უფრო ადვილად შეთვისებად ნახშირწყალსაც, იღებს კომბინაციაში ნელა რთულად შესათვისებელ ნახშირწყლებთან ერთად და ეს ქმნის ზუსტად იმ იდეალურ თანაფარდობას, რომელიც მარცვლეულს და ბოლღრულეულს ბავშვის სკვებისთვის აუცილებელ ჯგუფად აქცევს. შემდეგი ჯგუფი ეს გახლავთ რასაკვირველია, საყოველთაოდ სასურველი ბოსტნეულის ჯგუფი. ბოსტნეული გვინდა რომ ჩვენ აშვილებმა მიირთვან და ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვითვალისწინებთ პირველ რიგში მის შემადგენლობას, ნახშირწყლოვან შემადგენლობას, იმიტომ რომ ბოსტნეული არ არის პროდუქტების ჯგუფი, რომელიც ცილით არის უკიდურესად მდიდარი, ან ცხიმით არის უკიდურესად დატვირთული. ცხადია, არის პროდუქტები, სადაც მათი შემადგენლობა მეტია სხვა ბოსტნეულთან შედარებით, მაგრამ როდესაც ზოგადად საუბრობთ, ეს არის ნახშირწყლოვანი პროდუქტები, წყლის უხვის შემცველობით, მინერალებისა და ასე შემდეგ, სადაც ასევე მცენარეული ბოჭკო იგულისხმება და გასათვალისწინებელია მაგალითად მწვანილის ღეროებში, როდესაც ჩვენ ხშირად დიასახლისები ვამუშავებთ, ფოთოლს ღირებულად მივიჩნევთ და ღეროს გადასაგდებად, სინამდვილეში ღეროში არის უნიკალური ნახშირწყლები, უნიკალური მცენარეული ბოჭკო ლიგნინების სახით, რომელიც ნახევრად ხსნადი არის წყალში და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ყველა შემთხვევაში ნაწლავის წონასწორობის აღსადგენად და შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მაგალითად საუბარი შემდეგ ჯგუფზე, რომელსაც განეკუთვნება ხილი. ხილი რასაკვირველია ბავშვებისთვის მხოლოდ სიამოვნებასთან და სიტყვასთან კი არ ასოცირდება, რა თქმა უნდა, ნახშირწყლებით დატვირთვასთან ასოცირდება, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზის მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ყურძენი, რომელიც გლუკოზის უმდიდრესი წყაროა. ფრუქტოზით დატვირთული სხვადასხვა სახის ხილი. ეს არის ადვილად, შედარებით ადვილად შესათვისებელი ნახშირწყალი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ხილშიც არის შედარებით უფრო რთული აგებულების ნახშირწყლები, რომელთა მირთმევა ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მათი რაოდენობა ხილში შედარებით უფრო ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ აქამდე დასახელებულ პროდუქტში. რძის ნაწარმი. რძის ნაწარმი არის ასევე რეკომენდებულ საკვებ ჯგუფთა შორის და რძის ნაწარმის შემთხვევაში ჩვენ ერთი შეხედვით ცილას ვიღებთ, ცხიმს ვიღებთ მზასახით A ვიტამინს, D ვიტამინს, ძალიან ბევრ პროდუქტს, მათ შორის მელატონინსაც კი ვიღებთ. მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ნახშირწყლოვან ჭრილში, ლაქტოზა სხვა არაფერია თუ არა სწორედ რძის შაქარი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთა კვებაში აუცილებლად. და მას აქვს უზარმაზარი დატვირთვა, როდესაც დაბალანსებულ კვებას ვგულისხმობთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა ამ პროდუქტს წარმოვიდგენთ თეფშზე. თეფშზე, სადაც ყველა ჯგუფის პროდუქტია მოყრილი, ჩემი მიერ დასახელებული, ყველა კომპონენტი არის გათვალისწინებული და თითქოს რა გვინდა ამაზე უკეთესი, ვიდრე თეფშზე დატეული წონასწორობა სხვადასხვა პროდუქტის სახით. მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ ცოტა სხვა კუთხით და შევხედოთ იმავე პროდუქტებს, რომელიც მე დავასახელე, განსხვავებულ ჭრილში. იმავე ნახშირწყლებს განსხვავებულ ჭრილში და ვთქვათ, რომ იმის მიხედვით, როგორია ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა, როგორია მისი თავისებურება, პასუხი ორგანიზმისა იქნება განსხვავებული. დიახ, ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ რა კარგია მაგალითად მარცვლეულ ბურღულეული მცენარეული ბოჭკოს წყაროდ რომ გამოვიყენოთ, სახამებლის წყაროდაც გამოვიყენოთ. მაგრამ მეორე მხრივ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ გლუტენის აუტანლობა გვაქვს. აი ეს უკვე ნაწლავის ის თავისებურებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი სურვილის მიუხედავად. დიახ, დაბალანსებული თეფში ამ შემთხვევაში იერსახეს იძენს.
პრინციპი რჩება ძალაში, მაგრამ ჩვენ ვცვლით პროდუქტებს თავის შემადგენლობით, რადგან გლუტენი არ აღმოჩნდეს ასეთ შემთხვევაში ბავშვის კვებაში. არის გასათვალისწინებელი ნაწლავში პასუხი, როგორი იქნება ამა თუ იმ ნახშირწყალზე, როგორ მოინელებს ჩვენს ნაწლავში მაცხოვრებელი ბაქტერია ჩვენს მიერ მიწოდებულ ნახშირწყალს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად ჩემი მიერ ნახსენები რძის ნაწარმი და ლაქტოზის აუტანლობა. მოდით ნაწლავის მდგომარეობას შევავლოთ თვალი და როდესაც გავიხსენებთ რომ ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება იყოს დიდი ტვირთი ბავშვებისთვის. როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ მდგომარეობები, რომელიც ფრუქტოზის აუტანლობას უკავშირდება. დიახ, ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, შეიძლება ბავშვი ამ მდგომარეობით დაიბადოს ნაწლავის თავისებურებიდან გამომდინარე და შეიძლება ეს იყოს შეძენილი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ და ფრუქტოზის აუტანლობა შევიძინოთ სხვადასხვა მიზეზის გამო, სხვადასხვა დაავადების დამსახურებით. და თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩამონათვალს, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ნაწლავის წონასწორობა, ნაწლავის მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი იმისთვის, რომ ნაწლავში მოხვედრილი საკვები პროდუქტები საწამლავად კი არ გვექცეს, არამედ წამლად გვექცეს და ამისთვის ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია ნახშირწყლებზე, ორგანიზმის უნარი მოინერლოს ნახშირწყლები და თუ ეს არ გავითვალისწინეთ, მაშინ ჩვეულებრივი საღეჭი რეზინიც კი ბავშვისთვის აღმოჩნდება პრობლემა. ეგრეთ წოდებული ხილის წვენიც აღმოჩნდება უდიდესი თავსატეხი, რომელიც ბავშვის შემთხვევაში გამოიწვევს მუცლის ტკივილს, შებერილობას, გაზების დაგროვებას, დისკომფორტს, რომელთან გამკლავება პატარა ძალიან გაუჭირდება. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ნახშირწყლებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, ჩვენ დავინახეთ ნახშირწყლების სხვადასხვა წახნაგი, უკიდურესად სასარგებლო და საჭირო წახნაგი და წახნაგი, რომელიც რისკის შემცველია. იმ შემთხვევაში, თუ კარგად არ ვიცით ჩვენი ორგანიზმის თავისებურება და იმ სახელმწიფოს თავისებურება, რომელსაც ნაწლავი ჰქვია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.